და ხალხი როგორ და რითი მდიდრდება ხალხნო, რას არ გაიგებ. მოკლედ 45 წლის სომეხი მეზობელი მყავდა, ერთი უბრალო კაცი, ველოსიპედებს არემონტებდა, კარგი კაცი კი იყო. ცოლის მოყვანა რომ მოუნდა, ერევანში გაფრინდა და თავისი 20 წლით უმცროსი კრასავიცა ჩამოიყვანა. ამ გოგოს რო შევხედე, კი გამეკვირდა ვიძახი ნამეტანი შეუფერებლები არიან, მაგრამ ვერაფერი ვერ უთხარი არტურას დავანებით თავი კაცო თავისი საქმეა ვიფიქრე. ამ გოგომ ევროპის პასპორტი რო გაინახდა, ძალიან ხშირად დაიწყო ერევანში ფრენა. მშობლებიო მოხუცნენო მიხვედაო ხო სჭირდებაო, არ შეიძლება ასეო. ერთშენიერ დღეს ღამის 10 საათი იყო ვიღაცა მირეკავს ზარს. გავაღე კარები და ეშენი არტურა გაფიქრებული, გაგიჟებული თვალებით თამარჯანო მიშველე უყებიო მეუბნება. არიქა შემოვიყვანე წყალი შევასხი, ვალერიანის წვეთები ვასვი, დავაწყნარე. რა მოხდა მეუთხარი არტურა? ჩემი ცოლი უნდა მოვკლა. ახლა მეუთხარი, ეგაზრები თავიდან გამოიგდე მეუთხარი, ხო არ გაგიჟდი, რა მოხდა მეუთხარი? დამიცრო ფოტოები, მისი კრასავიცა, ვიღაცა ზესექსუალურ თავის ასაკის სომეხთან ერთად სადღაც ზღვის ნაპირზე გადახვეული კოცნაობები და მთელი ამბავი, ჩემი ცოლიო სოჩაშიაო, ვიღაცაო ნაბიჯვართანო ბოდიში ჩემი ფრანგულისთვის და ჩემი ძმაკაცი იყო კლასელიო იქაო და შემთხვევით დაინახაო და ფოტოები გადავო. მეუთხარი, არტურ, ახლა დაწყნარდი მეუთხარი, ხვალე მოვიფიქროთ ყველაფერი, მეუთხარი, შენს გვერდით ვგავარ აგერ, წავიყვანე თავის სახლში, მე თვითონ ჩავაწვინე ლოგიში, მე თვითონ გავხადე ფეხსაცმელები და იმიმედით, რომ ახლა ყველაფერი დაწყნარდებოდა და მეორე დღეს მესმის რაღაცა ალია ფოთი. ის კრასავიცა ჩამოფრენილა, ამას ისე უცემია, პოლიცია მოვარდნილა, კრასავიცა ქალების თავშესაფარში გააქანეს და არტურა კიდე ციხეში. მოკლედ, არტურა ციხიდან მირეკავს თამარჯან მიშველეო, მერე ვიღაცა სოციალურ მუშაკს მაძლევს და ეს სოციალური მუშაკი მეუბნება თუ იცნობთო, მოდითო, უნდაო დაგელაპარაკოთო, თქვენო ხო ფსიქოლოგი ხართო. რომ მივედი, ახლა შეკითხვებს მისმევენ. არა, მეუთხარი, კარგი კაცი იყო, არასდროს ცუდი არაფერი გაუკეთებია, ამდაგვარი არაფერი არ გაუკეთებია. მოკლედ, თქვენ უმკურნალეთო მაშინო აქაო ციხეშიო და თქვენ დაეხმარეთო. ახლა რაც შემეძლო გავაკეთე, იუსტიციაში წერილები ვწერე, აუხსენი რომ კარგი ადამიანი იყო. ყველაფერი გავაკეთე, გამოუშვეს ეშენი არტურა, მაგრამ კაპიკი აღარ ქონდა, მოკლედ და ვერ გადაიხადა ბინის ქირა და გამოაგდეს სახლიდან. 5 წელი არტურა არ მყავდა ნანახი. ახლა საბერძნეთში ვარ ამ წუთას მე და 4 დღის წინ ყველაზე მოდერნულ შოპინგ მოლში დავდივარ ჩემ შვილთან ერთად და უცბად იჩითება არტურა. ბოლო მოდელის როლინგის საათით, მაგარი პიჯაკით, მაგარი პრიჩოსკით, ვიღაცა ახალ სომეხ კრასავიცასთან ერთად. რო დამენახა თამარჯანო, რო გადამეხვია, შენ შემოგევლეო, შენი მდენი ამაგი გაქვს ჩემსეო, შენო ყველაზე ჯვირიანი საჩუქარი უნდა გიყიდო. შემიყვან არმანის მაღაზიაში და 700 ევროიანი კაბა მიყიდა. ხვალეო, ჩემი ლომბარჯინით მოგაკითხაო და ჩემი ხელით მიგიყვან ჩემს ვილაშიო. შენო მაგარი პატივი უნდა გცე. მეორე დღეს მართლა მომაკითხა ლომბარჯინით. წაგვიყვანა მე და ჩემი შვილი. მიგვიყვანა რაღაცა მაგარ ვილაში, თეთრ ბერძნულ ვილაში, ესო ჩემიაო მეუბნება, პალმებით და მთელი ამბებით. კარები რო გაიღო, მუსიკოსები, ტრომპეტებით და ვიოლინოებით შეგხვდნენ, ვიღაცა მზარეულები გაგვიშალეს იმათმა მაგიდა და რაღაცა ექსკლუზიური საჭმელებით გაგვიმასპინძლნენ. თვალები ამივიდა ყალყაზე, ამივიდა თმები და თვალები შუბლზე. არტურ, მეუთხარი, რა ქენი, ბანკი გაქურდე თუ რა გააკეთე, მეუთხარი.
არა, თამარჯანა. როგორ მაკადრეო ეგეთი რაღაცა. ჩვენო ხო იციო სომხებიო ებრაელებზე ნაკლებები, ჭკვიანები ჩვენსა ვართ. არა ვართო ებრაელებზე ნაკლებებიო ჩვენო. თანო თქვენგან განსხვავებითო ერთმანეთის მხარდაჭერაც ვიცით. სხვათა შორის რო ვიცოდეთ ჩვენ ქართველებმა. ჩვენს კარგი იქნება თუ მხარს დაუჭერთ ერთმანეთს სხვათა შორის. ამას სერიოზულობით გეუბნებით. მოკლედ, ამ დღეში რო ვიყავიო და ქუჩაში რო დავრჩიო, ძმაკაცი მყავსო მილიონერიო კალიფორნიაშიო, იმას დაურეკეო და შველავ თხოვეო. იმანო $3,000 გადმომერიცხაო და მითხრაო, როცა გექნება მაშინ დამიბრუნებო. ახლაო წადიო და მაგ $3,000 ოქრო იყიდეო. ოქროსო რაღაცა სამკაულებიო იყიდეო და რასაც გასწავლიო, ის გააკეთეო და აი გიყვებით ჩემო კარგებო რა გავიგე. მოკლედ, უსწავლებია კალიფორნიელ მილიონერს. ამ ოქროსო რო იყიდიო, არასკევსო ღამის 12 საათზეო 1 ლიტრა წყალს დაასხა. გაიტანო გარეთო და მთვარის ქვეშ დადო. მთელი ღამე იდებაო და მეორე მთელი დღეო, ესე იგი მთელი შაბათიცო. შაბათი ღამე რო დადგებაო 12 საათიო, ოქროულობასო ამოიღებო და ბალიშის ქვეშ შედეფო, რომელზეც უნდა დაიძინო იმ ბალიშზეო, იმ წყალსო ნახევარსო დალევო, ნახევარსო ზედ გადაისხავო. მერეო ამ ლოცვას წაიკითხავ. უფალსა ვთხოვე შველაო, სიგნალებს ვიღებ ღვთისგან. ყოველდღე ფული მომდისო, არ ვიცი როგორ და არ ვიცი ვისგანო. 3-ჯერ წაიკითხავ ამ ლოცვასო. მერეო დაიძინებო და კარგად დაიმახსოვრებო, რა დაგესიზმრებო. დილასო რო ავდექიო, კარგად მახსოვდაო, რომ დამესიზმრაო. თეთრი კეტებიო და ვიღაცაო, მე რომ გავდა ისეთიო ინსტაგრამშიო. დაურეკეო ამ ჩემს მაკაცო და უთხარიო. იმან მითხრაო, ახლავეო, წადიო. ყველაზე იაფიანი თეთრი კეტები იყიდეო, აი არაფერი რო არა აქ ოზეთო თეთრი რო არისო, €3. მერეო იმაზეო დაახატეო, გააფორმეო ეს კეტებიო, გააფორმეო ერევანის მოტივებითო და ინსტაგრამზე დადეო. თამარჯანი. გავაკეთე რაც მითხრაო, ვიდეოები გადავიღეო, ინსტაგრამზე დავდეო, რო წავიდაო, 2 კვირაში შეკვეთებიო, გაყიდვა დამეწყო ამ კეტებისო, თავისი ერევნის მოტივებითო, საიდან არ მოდიოდა შეკვეთებიო, ამერიკიდანო, საფრანგეთიდანო, ინგლისიდანო. 2 წელიწადშიო მილიონერი გავხდი. ხალხნო, ეს ყველაფერი რომ მოვისმინე, ჩემთვის ვიფიქრე. ხო არ ჯობია ამ ფსიქოლოგობას თავი დავანებო და მეც თეთრი კეტები ვიყიდო და თბილისის მოტივების ხატვა დავიწყო. აი თქვენი აზრი მითხარით. ხო გჯერათ, მე მჯერა ის კაცი, რასაც მეუბნება და ხო არ ჯობია, რა საუწვალო ფაქტ დღე და ღამე. ასეთ ვილას ჩემ ცხოვრებაში ვერ ვეყიდი ფსიქოლოგიით და ლომბარჯინს კიდე და რა ვიცი, ეგება ესე ჯობდეს, აბა თქვენ რას ფიქრობთ, მითხარით ძალიან მაინტერესებს.